რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლობაში გადაცემდა. 9 ივლისს ასაფლავებენ აიათოლა ხამენეის. 5 თვის შემდეგ დაღუპვიდან. ეს არის ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგუტიშვილის პოდკასტი. თითქმის 5 თვე ქონდა პროჭორდილს იმისთვის, რომ მოეფიქრები და ვინ წავიდოდა აიათოლა ხამენეის დასაფლავებაზე. 5 თვე იფიქრეს და ბოლოს გვითხრეს, რომ ხამენეის დასაფლავებაზე წავა მიხეილ ყ. რატომ მიხეილ ყ? ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს იქნებოდა ისევის გაპუწული კაცი, იმიტომ რომ მას უკვე აქვს რაღაცა რეგიონული სპეციფიკაცია. ბევრს დადის აზიაში, თეირანში არის უკვე ტირილში ნამყოფი, ამის თავი კაცი იყო, იმის თამადის მოადგილე იყო. ეს კი რა ვიცი, ევროპაში დადის, მაგალითად პაპის ტირილშია ნამყოფი, პაპის ინაუგურაციაზეა ნამყოფი, ვიცე-პრეზიდენტ ვენსისთვის აქვს ხელი ჩამორთმეული. მაგრამ ეს სპეციფიკაცია ახლა არ მუშაობს. სპეციფიკაცია მოიშალა და გადაწყდა, რომ სწორედ მიხეილ ყ უნდა ჩავიდეს ახლა თეირანში და მიხეილ ყ უნდა ურტყას შუბლი კუბოს. რატომ? მოდი გავიხსენოთ დასაფლავება, რომელიც შედგა 2024 წელს. ირანის პრეზიდენტის დასაფლავება და ჩამოვთვალოთ ის ქვეყნები, რომელთა სახელმწიფო მეთაურები დაესწრნენ ამ დასაფლავებას, ამ ღონისძიებას. ეს არის 2024 წლის მაისი. ჯერ კიდევ არ არის ეს ომი, უკანასკნელი ომი მომხდარი, უკანასკნელი დაბომბები ჯერ კიდევ არ არის მომხდარი. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა, მეტნაკლებად ნორმალური და აიათოლების რეჟიმი ჯერ არ არის გამოცხადებული ტერორისტების რეჟიმად. მოდი ვნახოთ, გავიხსენოთ, ვინ ჩავიდა მაშინ თეირანში სატირალში. პაკისტანი, პრემიერ-მინისტრი. ერაყი, პრემიერ-მინისტრი. კატარი, პრემიერ-მინისტრი. სირია, პრეზიდენტი. ბაშარ ასადი მაშინ. ტაჯიკეთი, პრეზიდენტი. სომხეთი, პრემიერ-მინისტრი. აზერბაიჯანი, პრემიერ-მინისტრი. თურქმენეთი. ყოფილი პრეზიდენტი, მოქმედი პრეზიდენტის მამა ბერდი მუხამედოვი, რომელიც უმაღლესი საკანონმდებლო კრების თავმჯდომარეა ამავდროულად. ავღანეთი, ვიცე-პრემიერი. თურქეთი, ვიცე-პრეზიდენტი. რუსეთი, დუმის თავმჯდომარე ვალოდინი. ყაზახეთი, მეჯლისის, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ახლა გვჭირდება რუკა. ის ქვეყნები ირანის გარშემო და კარგად დავაკვირდეთ, კარგად ავხსნათ ლოგიკა, რომელი ქვეყნები ჩავიდნენ ამ სატირალში. თუ დააკვირდები და შეისწავლეთ, ძალიან მარტივ ლოგიკას დაინახავთ. თეირანში პრეზიდენტ რაისის სატირალში 2024 წლის მაისში ჩავიდნენ ირანის მოსაზღვრე ქვეყნები. ყველა ამ ქვეყანას, რომელიც ჩამოთვალე, სამის გარდა და ამ სამზე ვისაუბრებ, ყველა ამ ქვეყანას ირანთან აქვს სახმელეთო ან საზღვაო საზღვარი. ყველა ამ ქვეყანას. სამის გარდა როგორც გითხარით. ამ სამიდან ერთი არის ტაჯიკეთი, რომელსაც არ აქვს საზღვარი ირანთან, არც სახმელეთო და არც საზღვაო, მაგრამ ტაჯიკები და ირანელები ერთი ფუძის ხალხია, ერთი ჯიშის ხალხია, ერთი კულტურის. ამიტომ ტაჯიკეთის პრეზიდენტი რო არ ჩასულიყო ირანში, ეს იქნებოდა გასაკვირი. მეორე ქვეყანა, რომელსაც არ აქვს საზღვარი ირანთან, არის სირია. სირიას მართალია არ აკავშირებს ასეთი კულტურული და ენობრივი ერთობა ირანთან როგორც ტაჯიკეთს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რამდენად იყო ჩამოკიდებული აიათოლების რეჟიმზე. პირდაპირ იყო ჩამოკიდებული აიათოლების რეჟიმი და აიათოლების რეჟიმი რომ არა, ასადი იმდენსაც ვერ გაკაჭავდა, რამდენიც გაკაჭა. ამიტომ ასადის რომ არ ჩასული იყო იქ, ეს იქნებოდა სწორედ გასაკვირი. ერთადერთი სახელმწიფო, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამოვარდნილია მთელი ამ მოსაზღვრე დამოკიდებული ვასალური ქვეყნების ლოგიკიდან არის საქართველო, იყო საქართველო და მისი პრემიერ-მინისტრი. რატომ იყო ეს კაცი იქ? რა თქმა უნდა, მას არ უნდა კითხოთ. უნდა კითხოთ ბორის ივანაშვილს. მაგრამ ფაქტია რომ იყო. და ფაქტია რომ ეს ამბავი არავის არ ავიწყდება და არც არავის არ დაავიწყდება. მაშინ ჯერ კიდევ როგორც გითხარით, შედარებით ნორმალური ურთიერთობა იყო შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მაგრამ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩასვლა თეირანში სატირალში მაინც უკვე სიგნალი იყო დასავლეთისთვის გაგზავნილი. საქართველოს რომ გაეგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე სავსებით საკმარისი დონე იქნებოდა, სავსებით დამაკმაყოფილებელი დონე იქნებოდა და თეირანი ამაზეც მადლობას გვეტყოდა, მაგრამ არა. ბორის ივანაშვილმა გადაწყვიტა, რომ უმაღლესი ფიგურა უნდა გაგზავნოს და გაგზავნა თავისი პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამის შემდეგ ირანის ყოფილი პრეზიდენტის კუბოზე თავის რახუნის შემდეგ საქართველოს ჩაეწერა ირანის მოკავშირეების სიაში. ქართული ოცნება ჩაწერეს უფრო სწორედ ირანის მოკავშირეების სიაში. ორ რეზოლუციას გაგახსენებთ. ევროპარლამენტის და შეერთებული შტატების კონგრესის. ორივე არის სულ რამდენიმე კვირის მიღებული 2026 წლის ივნისის. ორივე. ქართულმა ოცნებამ მიატოვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და სტრატეგიული შემოbrunება გააკეთა ჩინეთის, რუსეთისა და ირანისკენ. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუცია 2026 წლის ივნისი. ქართული ოცნების უკანონო რეჟიმი ამჟამად ყიდის საკუთარ ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, სამხედრო დამნაშავე პუტინსა და ირანზე, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებასა და შეერთებული შტატების ინტერესებს. ეს უკვე არის კონგრესმენი ჯო უილსონი და ეს უთხრა ამ სიტყვებით მიმართა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესში მოსმენაზე. აქვე უთხრა, რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური, რომ ქართულ ოცნებას ძალაუფლება მიტაცებული აქვს საქართველოში და მარკო რუბიომ ძალიან მოკლედ უთხრა: ყველაფერში მართალი ხართ. დიახ, ყველაფერში მართალი ხართ. ამ მოსმენის მერე იყო უფრო სწორედ, როდესაც კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, სპეციალური რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. ამ დროს ჩინეთზე მსჯელობდნენ, მაგრამ ჩინეთის რეზოლუციას ცალკე ქვერეზოლუცია დაემატა საქართველოზე, რომლითაც სახელმწიფო მდივანს დაეკისრა ორი რამ. პირველი, 180 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების უნდა მოამზადოს საიდუმლო მოხსენება, რამდენად არის ინფილტრირებული, რამდენად არის შეღწეული საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენა. ანუ რუსები და ჩინელები რამდენად მართავენ ბორის ივანაშვილს მარტივად. და მეორე, სახელმწიფო მდივანმა უნდა წარადგინოს მოხსენება, რას ფიქრობს უახლოეს 5 წელიწადში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობაზე, რა მიმართულებით წავა ეს ურთიერთობა, რა მიმართულებით უნდა წავიდეს, შეიძლება თუ არა განვითარდეს ან გაჩერდეს ის პროგრამები დახმარების, რომელსაც შეერთებული შტატები აქამდე უწევდა საქართველოს, მოკლედ აი ეს ყველაფერი სახელმწიფო მდივანმა უნდა წარადგინოს 180 დღეში, უნდა წარუდგინოს კონგრესს. და ამას რა თქმა უნდა სახელმწიფო მდივანი გააკეთებს. ამავე მოსმენაზე ძალიან კარგად გახსოვთ, დარწმუნებული ვარ, მარკო რუბიომ პირდაპირ თქვა, რომ თბილისიდან შემოგვითვალეს გვკითხეს, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ურთიერთობა დავათბობთ და ჩვენ ვუთხარითო. ჩვენ ვუთხარით, რასაც ველოდებით მათგან ტრაექტორიის ცვლილების მიმართულებით. სიტყვა ტრაექტორია მან ახსენა, ტრაექტორიის ცვლილება უფრო სწორედ. მარკო რუბიომ ახსენა ოპოზიციის ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესში. ოპოზიციის ჩამთვლელი რომ არ არის ბორის ივანაშვილი და შეიძლება ახლა გამოიგონოს რაღაც ოპოზიცია თვითონ და დაინიშნოს ან ძალძის ხალა ან ვიღაც, მაგრამ ფაქტია რომ ამას დასავლეთი არ ჭამს, არც შეერთებული შტატები ჭამს ამას, არც ევროკავშირი და არც არავინ. ამის ძალიან მარტივი და გასაგები ინდიკატორი იყო ძალიან ცოტა ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქუჩებში ადამიანების გამოჩენა ხამენეის პორტრეტებით. ეს თითქოს რაღაც სასულიერო ღონისძიება იყო, მაგრამ ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ტროტუარზე დგომა, უბრალოდ ტროტუარზე დგომა დასჯადია. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ტროტუარზე ცარიელი თეთრი ფურცლით დგომა დასჯადია და დაჯარიმებადია. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ღმერთმა ნუქნას იმ ფურცელზე რამე დააწერო, ორი სიტყვა დააწერო და სამართლიანობა მოითხოვო მაგალითად, მიდიხარ ციხეში. ამის მიუხედავად, აი ამ ქალაქებში, ამავე რეჟიმის პირობებში ადამიანები გამოდიან ტერორისტული რეჟიმის ყოფილი მეთაურის პორტრეტებით და მათ ხმას არსემს არავინ. არა თუ ხელს არ აკარებს, არა თუ ციხეში არ მიყავს, ხმას არსემს არავინ. გაატარეს და ჩაატარეს. როგორც იყვნენ. და ეს რა თქმა უნდა ძალიან მარტივი და ძალიან გასაგები სიგნალია იმავე სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, იმავე შეერთებული შტატებისთვის, იმავე ევროკავშირისთვის. ახლა რატომ მიხეილ ყ შეიძლება ორგვარად აიხსნას? და ორივე ვერსია ერთმანეთზე უარესია მიხეილ ყ-თვის თვითონ. ერთი ვერსია ის არის, რომ ბორის ივანაშვილი შეიძლება ჯერ კიდევ იტოვებდეს უკან დასახევ გზას დასავლეთის თვალში და ცდილობდეს გაათეთროს აი ეს გაფუწული ბიჭი. თქვას რომ ნუ კარგი, ერთხელ ჩაუცდა ფეხი, ერთხელ იტირა, ერთხელ წამოვიდა ცრემლი თეირანში, მაგრამ ზოგადად კარგი ბიჭია. იცნობთ ამას და მოდი ისევ ამას ეკონტაქტეთ და ხო ხედავ თეირანში უკვე თეირანზე ეს ამყავს მიმაგრებული.
ეს ერთი ვერსია, მაგრამ მეორე უფრო ლოგიკური ვერსია, ჩემი აზრით. არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ისევ გუნდურობის თამაში. და რაკი, ერთი გუნდი ვართ, ერთნაირ რუსულ, ჩინურ და ირანულ ფეკალიებით უნდა ვიყოთ ყველანი მოთხრელებიო. და ამაც რა ვიცი, იქნებ შილაფლავით შეერგოს ქელეხში. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და აუცილებლად გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში.